ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე მარტაკოსმა ბლოკის მომავალზე თბილისის ხსენების გარეშე ისაუბრა. ევროკომისარმა ეს განცხადება ტალინში გააკეთა კონფერენციაზე, რომელიც ევროპული გაერთიანების გაფართოებას მიეძღვნა. მარტაკოსმა ისაუბრა დასავლეთ ბალკანელებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე. ევროკომისრის შეფასებით გაფართოება არის ის, რისიც მოსკოვს ეშინია. თუ საქართველო ამ პროცესიდან ამოვარდა, გამოდის, რომ ოცნების პოლიტიკამ კრემლს ის მისცა, რაც მას ყველაზე მეტად სურდა. საქართველო აღარ განიხილება ევროკავშირის მომავალ წევრად. მისი განცხადებით დადასტურდა ისიც, რომ ბრიუსელი უკვე ბიუჯეტისა და სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს ახალი წევრების მისაღებად. საქართველო კი ამ პროცესს მხოლოდ მაყურებლის როლშია. ევროპული ბლოკის მომავალი განხილვის თემაა მიუნხენში, სადაც ოლიგარქს მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს. მან ერთადერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და იქაც კი არ ახსენა ევროკავშირი. საულმო აბაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. მარტაკოსის განცხადება, რომელიც ტალინიდან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ქართულმა ხალხმა საკუთარი ძალისხმევით ოცნების წინააღმდეგობის პირობებში მოიპოვა, საბოლოოდ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად მაინც ძალადაკარგული აღმოჩნდა და ის დარჩა ფორმალურ სტატუსად, რომელსაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, თუ გაგრძელდება ქართული ოცნების მმართველობა, რეპრესიული და ანტიდასავლური, არ მოყვება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ გზაზე გაცილებით წინ არიან საქართველოსზე წინ არიან დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, წინ არის უკრაინაც და მოლდოვაც და სწორედ ამას ადასტურებს მარტაკოსის გზავნილი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ტალინიდან გავრცელდა. მარტაკოსმა ამ განცხადებაში თქვა ისიც, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის ხელის შეშლა ეს არის მოსკოვის ამოცანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება, რომელმაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო საქართველოს პრაქტიკულად გამოთიშა, ამ გაფართოების პროცესს ასრულებს სწორედ კრემლის დაკვეთას. გაფართოება დღესაც რჩება დაპირებად, რომ ამ წარმატების გამეორება შეგვიძლია. სწორედ ამის ეშინია მოსკოვს, რადგან ჩვენ დღეს მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გამოვიყენოთ ეკონომიკური და დემოკრატიული წარმატების ეს რეცეპტი უკრაინაში, დასავლეთ ბალკანეთსა და მოლდოვაში. ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოემზადოს. ახალი წევრი სახელმწიფოების მიღება მომდევნო წლებში რეალისტური პერსპექტივაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გავლენას მოახდენს მომავალი გაფართოება ძირითადად პოლიტიკურ სფეროებზე, ჩვენს ბიუჯეტსა და ჩვენს მმართველობის სტრუქტურებზე. დღეს ჩვენ ვუბრუნდებით იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი კავშირის დამფუძნებლები აღმოჩნდნენ. ევროპაში მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ყველა ევროპელი ერთად უნდა დადგეს. პრინციპი უცვლელია, მაგრამ ამის მიღწევის დროთა განმავლობაში გზა უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, როდესაც ევროპაში დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ვაწყდებოდით. დაიფონზე, როცა მარტაკოსის ეს გზავნილიც ადასტურებს, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები პირების რიტორიკიდან უკვე საქართველოს სრულად ქრება მაშინ, როდესაც საუბარია გაფართოების პროცესზე, ყურადღებას იქცევს ის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების რიტორიკიდანაც გამქრალია ევროინტეგრაციაზე საუბარი, როგორც საუბარი იმ ქვეყნის მიზანზე და სწორედ ამას ადასტურებს მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე მოვისმინეთ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობდა ღონისძიებაზე, რომელიც არ წარმოადგენს ამ კონფერენციის ცენტრალურ ღონისძიებას, არამედ ეს იყო ღონისძიება, რომელიც ერთ-ერთმა გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამართა და სწორედ ამ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას მოვისმინეთ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელსაც ევროინტეგრაციაზე, როგორც საქართველოს მიზანზე, აქ საერთოდ არ უსაუბრია, ასევე არ უსაუბრია ოკუპაციაზე, რუსულ ოკუპაციაზე, როგორც ამ ქვეყნის მთავარ პრობლემაზე და მან მხოლოდ საქართველოს როლზე ისაუბრა შუა დერეფანში, რომელსაც ასევე ოცნების პოლიტიკის დამსახურებით არაერთი გამოწვევა უდგას ბოლო პერიოდის განმავლობაში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამით ავლენს იმას, რომ ის ღიად ასრულებს მოსკოვის დაკვეთას და უკვე დეკლარირებულადაც კი აღარ მიიჩნევს საჭიროდ ისაუბროს ევროინტეგრაციის მიზანზე და იმაზე, რომ თითქოს რაიმე ძალისხმევას იღებს ამ მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება უკვე რუსეთის დაკვეთის შესრულების ახალ ეტაპზეა გადასული. მარტაკოსმა ესაც აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა და არ სურს ევროკავშირის გაფართოება. შესაბამისად, ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს პირდაპირ მიღებულ ინსტრუქციას და უკვე დეკლარირებულადაც არ ღვევს, მათ შორის კონსტიტუციაში ჩადებულ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დებულებას. ამიტომ ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასული, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირ დამრღვევი, ასე ვთქვათ, სუბიექტთა წარმონაქმნი, რომელიც არის ემსახურება ყველაფერს, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული.
აი ეს არის ის რისი თქმა შეიძლება და რაც შეეხება ახლა რამას რატო არ ეძახიან თქმას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს თავარია რეალურად რა კეთდება და ჩვენ ვხედავთ რომ კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ რუსეთის სანქცირებულ ოლიგარქებს მიეცეთ საშუალება სანქციებს თავი აარიგონ საქართველოს ხელშეწყობით კეთდება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით თუ დააკვირდებით ფაქტობრივად 5%-მდეა ჩამოსული საქართველოს მიერთება ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკური განცხადებების მიმართ, რაც სხვათა შორის იყო 90%-მდე და ეს შემცირდა უკვე 3 წლის წინ დაახლოებით 30%-ზე ვიყავით ჩამოსული. დღეს არის 5%-მდე ეს დასული. ანუ ესაც მეტყველებს რა საერთო გაგვაჩნია ჩვენ და ევროკავშირს. დავუბრუნდეთ ისე მარტაკოსის გზავნილს, რომელმაც საკუთარ განცხადებაში აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირს სურს თავი აარიდოს ისეთი სახელმწიფოების მიღება საკუთარ რიგებში, რომლებმაც შესაძლოა ტროას ცხენის ფუნქცია შეასრულოს, ანუ რომლებიც შესაძლოა დეკლარირებულად გამოხატავდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, თუმცა სინამდვილეში ასეთ შემთხვევაში მათ შესაძლოა, რომ ამ ორგანიზაციისთვის ძირის გამოთხრას სადონ, რადგან მათი ფასეულობები სინამდვილეში სულაც არ შეესაბამება ამ გაერთიანების ფასეულობებს. ამ ფონზე კი, როგორც ეს მაკა ბოჭორიშვილის გზავნილმაც დაადასტურა, მიუხედავად ქართული ოცნება უკვე დეკლარირებულადაც კი აღარ ცდილობს, რომ ევროინტეგრაციაზე როგორც საქართველოს მიზანზე ისაუბროს, ანუ თავის მოჩვენების რეჟიმიდანაც კი გამოვიდა, შეიძლება ითქვას ივანიშვილის პარტია და მაშინაც კი როცა მათ ასე იშვიათად ევროპაში ეთმობათ ხოლმე რაიმე ტრიბუნა, აი ამ ტრიბუნასაც კი არ იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისევ შეუქმნან იმის ილუზია, რომ თითქოს ქართული ოცნება ცდილობს ევროინტეგრაციის მიმართულებით ამ ქვეყნის განვითარებას.